გამარჯობათ. დღეს ვილაპარაკოთ ნახერხისა და მუყაოს გამოყენებაზე მულჩირებისათვის. ბიოლოგიურ მეურნეობაში არ არსებობს ჰერბიციდის არანაირი ანალოგი, უფრო სწორად არსებობს, მაგრამ ძალიან სუსტია და იმას სხვა ვიდეოში განვიხილავთ. მთავარი მეთოდი ბიოლოგიურ მეურნეობაში სარეველებთან ბრძოლისა არის მულჩირება. მულჩირების პრინციპი ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანშია გადმოცემული მზის საშუქთა ვერმჭვრეტელი იახმების ვარდიჭკნების. სწორედ ესაა მულჩის დანიშნულება. მზის სინათლე არ უნდა მიუშვა სარეველამდე, ამიტომ მულჩა უნდა იყოს საკმარისად სქელი და სინათლის სუდად გამდარი. ეხლა შეიძლება ითქვას, მულჩირების სეზონი არ არის. ეხლა ზამთარში სიდერატები მითესია, მაგრამ ამ სიდერატების გათიბვის შემდეგ აუცილებლად მულჩირება იქნება საჭირო. ერთ-ერთი საუკეთესო დასამულჩი მასალა გახლავთ ნახერხი და მუყაო. ეხლა რა თავისებურებები აქვს ერთსაც და მეორესაც. ამ მასალების მოპოვება შეიძლება ხშირად უპასოდ ან ძალიან მცირე ფასად. ხის ნახერხის გამოყენებისას ეცადეთ შეარჩიოთ ფოთლოვანი მცენარეების ნახერხი. წიწვოვანებისაც შეიძლება, მაგრამ წიწვოვანების მჟავიანობის ზრდას უწყობს ხელს და ზოგჯერ საჭიროც არის, მაგალითად მოცვის შემთხვევაში. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არ გირჩევთ წიწვოვანის გამოყენებას. ეხლა ხის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს, რისი ნახერხი იქნება. უნდა უჯერებთ ზღაპრებს, რომ კაკლის ან ლეღვის ნარჩენის გამოყენება ასე ვთქვათ, კულტურულ მცენარეებს დააზიანებს და რომ შხამიანია. ეხლა ეს არის აბსურდი. ჯერ ერთი რომ ახალი ნახერხის გამოყენება მაინც არ არის რეკომენდირებული, 1-6 თვე მშრალ ადგილას უნდა დავყაროთ და უნდა გამოშვრეს. და ამ დროს თუ ლეღვი ან კაკალი რაიმე შეიცავს მავნეს, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ აკროლდება და აღარაფერი არ დარჩება ნახერხში. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ნახერხი დაგვინესტიანდა, ანუ დანესტიანებული და ლპობა დაწყებულია, მაშინ უმჯობესია დაუწვათ და ნაცარი გამოვიყენოთ სასუქად. ეხლა რაც შეეხება DSP-სა და MDF-ის ნახერხს. ბევრი ძალიან გამოცდილი ბლოგერი წერს, რომ DSP და MDF-ის ნახერხი შეიძლება იქნეს გამოყენებული მულჩად. მაგრამ მე თვითონ ეს არასოდეს არ გამიმეორებია და არც ვაპირებ. თუნდაც თუ DSP და MDF-ი ლამინირებულია, ეს საერთოდ გამორიცხავს ჩემს მიერ გამოყენებას და მასზე იმის გამოყენებაზე რეკომენდაციის გაცემას. რადგან ეს არის ფაქტიურად პლასტიკით დაბინძურება თქვენი ნიადაგის. რაც შეეხება არალამინირებულს, აქ უკვე საკითხავი არის, რა წებოა გამოყენებული ამ შემთხვევაში DSP-ს წარმოებისას და თუნდაც MDF-ის წარმოებისას რა წებოთია შეგრული. ეხლა ეს სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ არ ვიცი და არც სერიოზული სამეცნიერო სტატიები არ მინახავს მათი გამოყენების შესახებ. და ეხლა რაც არ უნდა გამოცდილი და მცოდნე ბლოგერი ჩანდეს, ბლოგერის ნათქვამზე, ნამდვილად თუ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ინფორმაცია თუ არ უმაგრებს მის ნათქვამ ზურგს, ვერ დავეყრდნობი. საკუთარ თავზე თავგადასავლები ნამდვილად არ მინდა. ეხლა შეიძლება ერთ წელიწადში არც არაფერი მოხდეს, მაგრამ რა იქნება ხანგრძლივ პერსპექტივაში ვერ მოგახსენებთ. ამიტომ გამოიყენეთ ფოთლოვანი ხეების ნარჩენი, თუ მჟავიანობა გაწყობთ, მაშინ წიწვოვანებისაც. გაშორეთ 3-5 სანტიმეტრი სისქის ფენად და არ შეახოთ კულტურული მცენარეების ძირებს, რამდენიმე სანტიმეტრი დატოვეთ მათი ძირებიდან. ეხლა თუ გაქვთ ტოტების დასაკურწმაცებელი მოწყობილობა, მე მაქვს ასეთი, ცოტა მოშორებით დგას წითელი. ეს მოწყობილობა ძალიან კარგი რამეა ტოტების დასაკურწმაცებლად. მას შრედერი ქვია. ჩვენ მაღაზიებში ძალიან ძვირია, ამიტომ მე თვითონ eBay-ზე მაქვს ნაყიდი და თითქმის ორჯერია ფი დამიჯდა, ვიდრე აქ რომ ეყიდა დომინო გორგიაში და ასე შემდეგ.
ყიდვა ჯობია ინგლისში, რადგან რატომღაც იქ უფრო იაფი ღირს ვიდრე შტატებში მაგალითად. და აი ეს მის მიერ დაქუცმაცებული ტოტები თავისუფლად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ასე ვთქვათ ნახერხთან ერთად. ეხლა მე თვითონ უფრო მეტად მიმიწვდება ხელი მუყაოზე. და ამიტომ მუყაო საკმაოდ ხშირად ვიყენებთ. აი აქ შეიძლება ხედავთ კიდევაც ნარჩენია მუყაოსი, რომელიც შარშან გამოვიყენე მულჩად ამ ადგილას დარჩა, ასე ვთქვათ და სხვაგან უბრალოდ შთაინთქა ნიადაგში ჩალპა. ეხლა ყველაზე კარგი არის რა თქმა უნდა აი ასეთი მუყაო, რომელსაც არავითარი ნახატები არ აქვს ზედ. ეხლა აი ასეთი ნახატის პრობლემა არ არის ასეთნაირი ზედნაბეჭდი, იმიტომ რომ ეს არ არის ეგრეთ წოდებული მაღალი ბეჭდვა. ეხლა შეიძლება ვინმე მგითხრათ რომ ამ ნაბეჭდში არის ჩემობატონო ტყვია, მაგრამ ეს არის ტყუილი. ეს ეხლა სადმე ბრეჟნევის დროინდელი სტამბის საღებავი არ არის. ხოდა დიდი ხანია უბრალოდ სტამბურ საღებავში ტყვია აღარ არის. ეხლა თქვენ თუ სადმე გაზეთი კომუნისტი ან პრავდა გაქვთ შემონახული არ ვიცი. ეხლა თუ მუყაოზე არის მაღალხარისხოვანი პრიალა ნაბეჭდი, ანუ ეგრეთ წოდებული მაღალი ბეჭდვა, ასეთი მუყაო უკვე აღარ უნდა გამოიყენოთ, რადგან მისი დაშლა და უტილიზაცია აღარ მოხდება ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების მიერ. აი ასეთი მუყაო კი ბატონო და თუნდაც აი ესეთი ნახატებით არაფერი არ უჭირს. ძალიან კარგად იქნება. ასევე არ გამოგვადგება საოფისე ლაზერული თუ მელნიანი პრინტერით ნაბეჭდი ქაღალდი, რადგან მათ ტონერებში არის მიკროპლასტიკი გამოყენებული და ისევ საკუთარ ნიადაგს დააფინძურებთ. მუყაოს გაშლა რომ არ გაგიჭირდეთ, ამიტომ მუყაო უნდა კარგად დაალბოთ წყალში და ისე დაალაგოთ ნიადაგზე. მის დახევაზე დრო არ დაგეკარგებათ. ნახერხისა და მუყაოს ათვისება ხდება ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების მიერ. ყველა ეს მიკროორგანიზმი აბსოლუტურად მოიხმარს აზოტს. და რადგან აზოტი ნახერხში და ძალიან ცოტაა და მუყაოში კი პრაქტიკულად არ არის, ამიტომ აზოტის დამატება მოგვიწევს აუცილებლად მცენარეებისათვის. ამიტომ უმჯობესია თუ ასეთ მულჩას როგორიც არის ნახერხი და მუყაო ზემოდან დავაფარებთ უკვე ნიადაგზე დაყრილ კომპოსტს ან მოთიბულ სიდერატებს, აი მოთიბული სიდერატების ზევით და კომპოსტის ზევით კი ბატონო ეს მულჩა შეგიძლიათ მუყაო და ნახერხი მოათავსოთ და უკეთესი იქნება. ეხლა მართალია ეს მიკროორგანიზმები, რომლებიც ამ მუყაოს დაშლის ჩემობატონო აზოტს მოიხმარს, მაგრამ ეს აზოტი გარკვეული დროის მერე, როცა ეს მიკროორგანიზმები დაიხოცება, ისევ ბრუნდება ნიადაგში. მაგრამ პირველ წელს მაინც, როდესაც ამ მუყაოს იხმართ ან ნახერხს იხმართ, ყველა ვარიანტში აზოტი უნდა შევიტანოთ შედარებით მეტი რაოდენობით. ეხლა ერთშიც და მეორეშიც, ნახერხშიც და მუყაოშიც არის ძირითადად ცელულოზა. ცელულოზა კი არის გლუკოზის პოლიმერი. ანუ, როდესაც მისი დაშლა მოხდება მიკროორგანიზმების მიერ, ორგანული ნივთიერებები ხვდება ნიადაგში. ხოლო გამოყოფილი ნახშირორჟანგი ხელმძღვანელობს ძირითადი კულტურების ნაყოფიერებას. ანუ, ნახერხით და მუყაოც უნდა გვახსოვდეს, რომ მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ აზოტზე, ფოსფორზე და კალიუმზე არ მოქმედებს, ასე რომ ფოსფორის და კალიუმის დამატება უნდა იგივე, ასე ვთქვათ, იგივე რაოდენობით არის საჭირო, რომ ეს მულჩა კინტყოფილიყო გინდა რა. აგრეთვე მიკროელემენტებზე დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისათვის.